ჩემთვის ძალიან ემოციურ ტრაგედიას შევეხო პრინციპში რაც გუშინ გაჟღერდა და სოციოლოგ ქსელში დაიწერა ამის შესახებ გიორგი ახობაძის შემთხვევაზე მინდა ვისაუბრო რომელიც პროტესტის პირველივე დღეებშივე მალევე დააკავეს ჩაუდეს მას ნარკოტიკული საშუალება გიორგი არის უაღრესად პატრიოტი ადამიანი ექიმი არაერთი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი მე სამწუხაროდ არ მქონია იმის შესაძლებლობა ეს ადამიანი გამეცნო კარგად მაგრამ შორიდან ესე ვიცნობდი იმიტომ რომ ის მარტის აქციებიდან მოყოლებული ძალიან აქტიური ადამიანი იყო ასწავლიდა ადამიანებს თავდაცვის შესაძლებლობებს თუ როგორ უნდა დარჩენილიყვნენ უსაფრთხოდ პროტესტის სვლელობის დროს და მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული დემონსტრანტი იყო ამ აქციების მიმდინარეობის დროს და რეჟიმმა ის სამიზნეში ამოიღო და ჩაუდო ნარკოტიკული საშუალება და არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს რომელიც სავალდებულო არის იმისათვის რომ ბრალი შედგეს და ასე ვთქვათ მინიმალური რაც არ გვიკვირს იმიტომ არაერთი შემთხვევა გამოყოფილებული არც სამხრე კამერები არც მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები არც ტელეფონით გადაღებული კამერები რომელიც მათ ყველასთან ჰქონდათ მოკლედ გვაქვს ისე საქმე იმ აბსურდულ ბრალდებასთან რომელსაც რეჟიმი ძალიან ხშირად იყენებს იმ ადამიანების მიმართ რომელიც მათ პოლიტიკურად ხელს უშლით და იარაღის ჩადება და ნარკოტიკული საშუალების ჩადება აქაც იგივე შემთხვევა აქვს სხვა შორის ნიკა კაციასაც იგივე სიტუაცია აქვს რომელსაც ასევე მინდა სოლიდარობა გამოუცხადა მაგრამ გიორგი ახობაძეს ამბავი როდესაც გავრცელდა დაკავების მაშინვე გავრცელდა ის ამბავიც რომ გიორგი ცხოვრობდა დედასთან ერთად მარტო რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული კომაში იყო და გიორგი იყო ერთ-ერთი ადამიანი რომელიც მას უვლიდა და სამწუხაროდ გიორგის დედა გარდაიცვალა გუშინ მას მეგობრები მას შემდეგ რაც გიორგი დააკავეს მოახერხეს ის რომ გადაეყვანათ კლინიკაში და ქალბატონისთვის გაეგრძელებინათ მოვლად თუმცა სამწუხაროდ გუშინ უკვე გიორგის დედა გარდაიცვალა და გუშინ ყველამ ნახა ალბათ ბორის ჩელეყულუას რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც გაავრცელა ეს ინფორმაცია ჩელი არის ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ახერხებს გიორგისთან შესვლას ციხეში ის ადვოკატია და მასთან ხშირი კომუნიკაცია აქვს და მოგუყვება ჩვენი სტუმარი არის ბორის ჩელეყულუა კოალიციას ცვლილებებისთვის მოგუყვება თუ როგორ მდგომარეობაში არის გიორგი და რა მოხდა თუ პირამე გამომრჩა ამ ისტორიაში მოგესალმებით სალამ აქ ახლა პოლიტიკური ანალიზების კეთება მგონი ამ სიტუაციას დიდად არ ჭირდება უბრალოდ მოვუყვეთ ადამიანებს ვინც არ იცის რა მოხდა რეჟიმმა დააკავა გიორგი იმის გამო რომ მისი პოლიტიკური პოზიცია არ მოსწონდათ და ეს დაკავება განახორციელეს მისთვის ჯიბეში ნარკოტიკის ჩადებით გამომდინარე იქიდან რომ წარსულში იყო ნარკოდანაშაულისთვის დასამართლები თუმცა საკუთარ დამოკიდებულებაზე რომელიც დაძლია მასას თავად ბევრი უსაუბრია სხვა ადამიანებსაც დახმარებია ამ დამოკიდებულების დაძლევაში მიუხედავად იმისა რომ ექიმია პროფესიით და პროფესიონალია და დედას მარტოული და ლუგინა ჩავანილი დედას მას ყველანაირი საფუძვლის გარეშე ახვითი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და როცა ეხლა პატიმრობაშია და ელოდება საქმის არსებით განხილვას მოხდა ისე რომ დედამისი გარდაიცვალა ანუ ამ კაცს წაართვეს უფლება რომ დედასთან ყოფილიყო ბოლო წუთებში და მე მაგაზე ვფიქრობ რომ აი ამ საქმეში ჩართული ადამიანები თუ იაზრებენ ნეტა იმ ტრაგედიის სიმძაფრეს რაშიც მონაწილეობა მიიღეს და იმ ტკივილის ხარისხს რომლის გენერირებაშიც მიიღეს მონაწილეობა ჩემ აზრით ვერ იაზრებენ ყველას გონია რომ ვიღაცამ რაღაც დაავალა წავიდა გაურკვეველი ნივთიერება ვიღაცას ჯიბეს ჩაუდო იმიტომ რომ ესეთია სისტემა ესე უნდა მოიქცნენ და საბოლოოდ მდუმარე ადამიანებზე დგას სისტემა და ასეთ ხალხზე დგას სისტემა რომელიც არ ფიქრობს აი გიორგის რო უყურებდი ფიქრობდი რომ ნეტა ესეთი ტკივილს მეთქი ის ადამიანები განიცდიდნენ ვინც ეს კაცი ამ დღეში ჩააგდო თქო მაგრამ მე მივხვდი რომ ვერ განიცდიან ეგეთ ტკივილს ფიზიკურად შეუძლებელია სხვა ადამიანის სიყვარულით გამოწვეული ტკივილი რო განიცადონ მაშინ ზოგადად ადამიანი უნდა გიყვარდეს და ადამიანს უნდა აფასებდე. ერთადერთი ტკივილი, რასაც ეს ხალხი განიცდის, იქნება საკუთარი თავის და საკუთარი უკანალის სიყვარულით გამოწვეული ტკივილის განცდა, რომელსაც დაიხმარება ის პროცესი, რაც მიმდინარეობს ეხლა რუსთავოზე. რომ მთავარი თემა აქ რაც არის ის, რომ
კაცს ართვეს დედასთან ბოლო წუთებში ყოფნის საშუალება. უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, არის იმისი, ასე ვთქვათ, შანსი, რომ აი ამ დღეებში, ამ მძიმე დღეებში ვთქვათ, გამოუშვან ცოტა ხნით მაინც. მაგაზე ვსაუბრობდი, ეხლა არის იმის საშუალება, რომ გიორგი წამოიყვანონ და დაასრონ დედის დაკრძალვას, იმის საშუალება მაინც მისცენ, რომ დედა ბოლო გზაზე გააცილოს. აქვს ამაზე უარის თქმის უფლება მათ კანონის მიხედვით, თუმცა მორალურად ჩემი აზრით არ აქვს ამაზე უარის თქმის უფლება და პირველ რიგში ეს მგონია, რომ გიორგის კი არ ჭირდება, მათ ჭირდებათ რა, რაიმე ადამიანური თუ დარჩა ამ ხალხში და მორალური თუ სულის ნაწილი, ნაგლეჯი, რა ვიცი, რისი ჯერა ცხოვრებაში რამე თუ არსებობს მათთვის ეს თუ დარჩა, მაგის გადასარჩენად კარგი იქნება, რომ ამ კაცს არ შეუზღუდონ უფლება იმის, რომ დედა ნახოს ბოლოჯერ და ბოლო გზაზე და ავიცი ვთხოვ, მოვითხოვ, რამე თუ არსებობს ქვეყანაზე უნდა ადგნენ და საბადრაგო რესურსს უნდა გამოყონ და როგორმე ის უნდა დააორგანიზონ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება, უნდა მიხვდნენ საბოლოო ჯამში სადღაც მე არ ვიცი ზოგადად როგორ შეიძლება გაზარდო ადამიანი ან გაიზარდო, სად უნდა მოხდეს მისი ზრდა და პიროვნება ჩამოყალიბება, რომ აი ამ სიტუაციას უყურებდეს და ფიქრობდეს, რომ კი მართალია ის ვინც ეს კაცი ციხეში ჩავიდა, თლად რომ დამნაშავე იყოს და თლად რომ ავის მკვლელი იყოს და რეციდივისტი იყოს, საბოლოო დედა ხო ერთი ყავს ადამიანს და დედა ყველას უყვარს და არ შეიძლება რომ ესეთი რაღაცეები მოვაკლოთ ხალხს და ეს შეუზღუდოთ. ქართული ოცნების ამორჩეული კი არა, ვისი ამორჩეულიც არ უნდა იყოს. პოლიტიკურ ანალიზებზე მაგითო თქვის, პარტიებზე მაღლა არის, პოლიტიკაზე მაღლა არის, ბევრ რაღაცას მაღლა არის, ადამიანობამდე მიდის და მაგ ადამიანობიდან გამომდინარე რამე მაინც უნდა მოძებნონ საკუთარ თავში ადამიანობის პატარა ნაგლეჯი შერჩენილი რამე თუ არის, რომ მერე გაღვივების საშუალება ქონდეს, თორე ისე ასეთი დამოკიდებულებით არ მგონია, რომ მათგან უდესმე ადამიანის მაგვარი არსება სადმე. ხო, მე ძალიან ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ისინი საზრდოობენ აი ამ წამებით, როდესაც ისინი უყურებენ გამწარებულ ადამიანებს, ისინი ამით იღებენ სიამოვნებას და ამიტომ რაც უფრო მეტ გამწარებას ნახავენ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, ამიტომ ეჭვმეპარება, რომ კი ვუსურვებ მას, რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ არ მაქვს ამის მოლოდინი, იმიტომ რომ ისინი ამით იღებენ სიამოვნებას. ჩელე, შენ თქვი რომ მათ უფლება აქვთ იმის რომ ამაზე უარი თქვან, რომ თუ ვიცით როგორ არეგულირებს ამას ყველაფერი, რატო ჩდება წინასწარი რახან არის მაგ შემთხვევაში, ეგ არის ამბავი? მე როგორც ვიცი, ბრალდებულებზე არის ეს მუხლი და თან როგორც არ უნდა იყოს, უბრალოდ შეუძლია თქვა, რომ აი კონკრეტულ დღეს საბადრაგო რესურსის სიმწირის გამო ვერ მოხდა კონკრეტული მსჯავრდებულის გაყვანა. ანუ ამ შემთხვევაში პატიმრებზე როგორც ვიცი, არა და პირიქით უნდა იყოს. პირიქით უნდა იმიტომ რომ ადამიანის დამტკიცებული ბრალი არ აქვს და მაინც აკლებს, ასე ვთქვათ, ამ შესაძლებლობას, რომ დაესწროს ესეთი ზოგადად მაგაზე იშვიათად ვსაუბრობთ ხოლმე, ეხლა რატომღაც სხვა რაღაცებზე გადავიდა ფოკუსი, თუმცა საჯარო ახსოვლების დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანების დიდი ნაწილი ვერ იღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას, ვერ იღებს იმ პირობებს, რომლებსაც უნდა იღებდნენ და რაღაცა ეს თემა უფრო სენსიტიური გახდა ხოლმე გამომდინარე წინა ხელისუფლების ქმედებებიდან და იმ ბრალდებებიდან, რაც აქვს ხოლმე მოქმედ ხელისუფლებას მადამი, თუმცა ამაზე უფრო მეტი სალაპარაკოა, როგორ ვექცევით ხალხს, ვისაც დამნაშავების ვეძახით და ზოგადად ვის ვეძახით დამნაშავებს, თუ ამბობთ, რომ ყავს სასამართლოში კლანი და არ ვენდობით პოლიტიკურ საქმეებზე, მე მაგ კლანს არ ვენდობი არც სხვა საქმეებზე და ზოგადად მგონია, რომ არაპროფესიონალები არიან, ის კი არა, რომ ბოროტები არიან. მე ვნახე მოსამართლე, რომელსაც 2 წელიწადში აქვს დამთავრებული უნივერსიტეტი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოუძებნე რა უნივერსიტეტია და სად არის. არ ვენდობი მაგ ადამიანს, არ ვენდობი მის შინაგან რწმენას და მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებას. ეჭვი მაქვს ეხლა აქ რო იჯდეს, აგერ ორი იურისტი ვარ და უბრალოდ ძალიან მარტივ რაღაცებს შევეკითხებოდით და ჩავჭრიდით, უბრალოდ არ ეცოდინებოდა და საკუთარი მდივნის იმეძია სავარაუდოდ, ასე რომ უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს მიერ გადაცემული უფლებით უშვებთ ციხეებში და ვეძახით დამნაშავეებს. ჩელე, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რაღაცნაირი კრიზისი არის, ტირანია, რომელიც უკან არ დაიხევს და სამწუხაროდ მათ ხელში არის ძალაუფლება და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომლის მთავარი იარაღი არის ის ერთობა, რომელიც იგრძნობა. როგორ ფიქრობ, როგორ გაგრძელდება მოვლენები, რა არის ამ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მე იქით ამ მხარეს არაფრის იმედი არ მაქვს და საერთოდ ვერ განვიხილავ იმას, რომ იქ რაღაც შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისაკენ. ეს წარმოუდგენელია ყოველდღიურად, ისინი უფრო და უფრო სასტიკები ხდებიან. რა უნდა ქნას ხალხმა, რა უნდა ქნას საზოგადოებამ, რა უნდა ქნას ოპოზიციამ, ყველას თავისი საქმე აქვს ამ ბრძოლაში.
ძალიან კარგი შეკითხვა რა უნდა ქნას ხალხმა და ყოველთვის მაგას პასუხი მგონია რომ რასაც იზამს ხალხი ალბათ ეგ იყო გასაკეთებელი შეიძლება უფრო უკეთ ვინმე ერთმა ლიდერმა და გენერალმა დაგეგმოს ხალხის მასის მოქმედება თუმცა საბოლოოდ ბუნებრივი პროცესი კერძო ინიციატივებზე დაფუძნებული პროცესი მგონია უკეთესი ამ შემთხვევაში ოპოზიციამ რაც უნდა აკეთოს, უფრო მარტივად უნდა ახსნას რაღაცები, მათ შორის ის როგორი ძალაა ქართული ოცნება, თუმცა ამაში მე ქართული ოცნების წევრებს ვერ შევეჯიბრებ, მე ვერასოდეს ვერ ახსნი იმ არაკაცობის და სიბინძურის მასშტაბს, რომელიც ამ პარტიაში ტრიალებს, ისე როგორც ამას გააკეთებს ზარქუა და მისი ამფსონი ვიქტორ სანიკიძე, რომელიც მარტო კაცი როცა მეუღლესთან ერთად სადილოს, თავს დაესხმებიან, აფთრებით მე ვერასოდეს მაგ ორმაგ სტანდარტს ვერ ახსნი, ისე როგორც ხსნიან ქართული რომლებიც ერთ შემთხვევაში ალე კოელისაშვილს გინების გამო ადამიანის ფიზიკური ძალადობის გამო უყენებენ პოლიტიკური დევნის მუხს და როცა გახარიას რამოდენიმე ადამიანი თავს დაესხა ეს თურმე უბრალოდ ძალადობა ყოფილა საბოლოო ჯამში ყველაფერს აკეთებს ეს პოლიტიკური ძალა იმისთვის რომ თვით ილუსტრაცია მოახდინოს და უფრო მეტი ადამიანი ხედავს როგორი პოლიტიკური ძალაა დღეს აბა ბრაჭველს ეწერა სტატუსი რომ აი რასაც გაფრთხილებდით არასამთავრობო ორგანიზაციები რომ ეს მოხდებოდა ხომართლა ეს და მართლა ყველაფერი ახდა სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე როცა ახდება შენი კოშმარი და ეს არის რომ დაიწყო ადამიანების წმენდა რეპრესიები ხო არასო აი მაგალითად 2 წლის წინ ხო არ წარმოგვიდგინა რომ პარლამენტის დეპუტატები საქართველოსში და საქართველოს ფარგლების გარეთაც ერთერად იძალებდნენ ადამიანებზე მიღბების გარეშე რას ყველანაირი ტყუილისა ზედმეტი ფარულობის გარეშე დღის იმზისით მივარდებოდნენ ადამიანებს და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ მიუხედავად იმისა ხარ ვის როგორი დამოკიდებულება აქვს გახარიას მიმართ ყველა ხვდება რომ დასაგმოვი ფაქტია არ შეიძლება ამის გაკეთება სოლიდარობა გიორგი ხარიას და უნდა დააკავონ ყველა დამნაშავე რომელმაც ამაში მიიღო მონაწილეობა იმიტომ კი არა რომ მაგალითად ვიღაც შეიძლება გიორგი ხარიას მაინც და მაინც ძალიან თანაუგრძნოდეს იმიტომ რომ არ შეიძლება ცხოვრობდეთ ქვეყანაში სადაც დამნაშავეები დაუშლილები დადიან არ შეიძლება ცხოვრობდეთ ქვეყანაში სადაც ყოფილ პრემიერს და მათი გუნდის წევრს ასე ფიზიკურად უსწრებენ როგორ შეიძლება მანდ ვინმე თავი დაცულად იგრძნოს და თქვას რომ ახს მე უფრო მეტ ყურადღებას მომაქცევს მე ვინმე თუ ესე ფიზიკურად გამისწორდებენ და საბოლოოდ აი გაჩუმებულ ადამიანებს ეხებათ რა თუ ხმას არ ამოიღებენ აუცილებლად მოვა დრო როცა მე მომდევათ ლაპარაკი ეგრე იყო 21-ში ვინ შემოუძღვა ამ ქვეყანაში კომუნისტებს მე თვითონ დასაცავები გახდნენ 37-ში უბრალოდ აქ მე როცა ესენი დასაცავები გახდებიან ერთი მედია არ იქნება ერთი ჟურნალისტი არ იქნება ერთი ადვოკატი არ იქნება თავისუფალი და ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ იქნება რომელიც ყურადღებას მიაქცევს და მათ პროცესზე მივა ეს უნდა გაიაზრონ უბრალოდ ეს არის მომავალი რომელიც ჩემი აზრით არ დადგება კი აქვს ძალაუფლება ფორმალური და ფურცელს დაწერილი თუმცა რეალური ძალაუფლება არის ხალხში და როცა ხალხი გადაწყვეტს რომ როცა ხალხის მასა მიაღწევს კრიტიკულ რაოდენობას გონია რომ გემიდან პირველი ვირთხე გადმოხდებოდა კიდე საბას სტატუსის მეორე